ძისათა და ასულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან ახსენ. ძმანო და დანო. ხშირად ადამიანი კარგად ვერ ერკვევა რამდენად დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს მას ეკლესიის წევრობა, ეკლესიის შვილობა და ხშირად მოვიცმენ სხვადასხვა უცნაურ შეხედულებებს, ხშირად მოვისმენ უფრო უარესაც, არამართლმადიდებელ შეხედულებებსაც, სწორედ მართლმადიდებელი ადამიანებისაგან, ხანდახან სასულიერო პირებისაგანაც და გვიკვირს, რომ ეკლესიის სიწმინდე, ეკლესიის სწავლება არის უაღრესად უგულებელყოფილი, შეურაცხყოფილი, სწორედ მისი შვილების მიერ. მოგეხსენებათ კარგად, მშობლის ურჩობა, უპატივცემულობა არის უდიდესი ცოდვა და მით უფრო დიდი ცოდვა გახლავთ ჩვენი დედა ეკლესიის, ჩვენი მშობელი ეკლესიის შეურაცხყოფა, მისი უპატივცემულობა და მით უფრო როდესაც ეს ეხება მის დოგმატურ სწავლებას, კანონიკურ სწავლებას, მის ზნეობრივ სწავლებას, მის წმინდა გადმოცემას, რომელიც წმინდა ეკლესიამ ოდითგანვე, პირველი საუკუნეებიდანვე შეინარჩუნა, მოიტანა ჩვენამდე და ეს ყოველივე გააკეთა სისხლის ფასად, ღვაწლის ფასად, უდიდესი თავდადების ფასად და დღეს გამოჩნდა ადამიანები, რომლებიც არიან მონარქიული, მაგრამ აკლიათ სრულყოფილი ცოდნა, უფრო მართებული იქნება ვთქვათ, გვაკლია ეს სრულყოფილი ცოდნა დედა ეკლესიის წიაღში და ვართ ხშირ შემთხვევაში გულგრილნი უდიდესი სწავლების მიმართ, რასაც ქვია დედა ეკლესიის მართლმადიდებლური სწავლება. ასევე მოვიცმენთ ასეთ შეხედულებებსაც, რომ თითქოს და ეკლესია არ დაზარალდება, ეკლესია არის ურყევი, მტკიცე და ნუგეშინია, ასეთი სრულ შემართებები, სრულ ნუგეში ისმის ზოგიერთის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ეს კარგად ვიცით, რომ ეკლესია უძლეველია, რომ ის აგებულია ქრისტეს სხეულზე, რომ ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას, ეს ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ეკლესიის წევრი შეიძლება შეცდეს, ეკლესიის წევრი შეიძლება ცთუნდეს, ეკლესიის წევრმა შეიძლება უღალატოს სარწმუნოებას. ამაზეა საუბარი, თორე თუნდაც სამი კაცი მართალი იყოს ეკლესიაში, ეკლესიის სისავსე მადლი ამითი არ იკარგება და ის ვიდრე მეორედ მოსვლამდე იქნება. მაგრამ სწორედ რომ ჩვენ საუბარი გვაქვს არა ეკლესიის სარალზე, არა ეკლესიის დაზიანებაზე, არამედ თვით მისი წევრების ცთუნებაზე, მისი წევრების ცოდვილობაზე და რომლებმაც უნდა გამოვასწოროთ ჩვენი ნაკლი ღვთის წინაშე. თავარი მიზანი ცხოვრებისა არაერთის ვისაუბრე ამის შესახებ, გახლავთ განხთოება და ადამიანი მაშინ ახერხებს ამას, როდესაც მისი სულიერი ცხოვრება წარიმართება სწორად, ცნებების თანახმად. თუ ადამიანი ცხოვრობს ქრისტეში, როდესაც ის ცხოვრობს ქრისტეს ცნებებით, მაშინ მისი ღვაწლი ხდება სათნო ღვთისთვის და როგორც წესი, სწორედ აი ასეთი ადამიანებისაგან შემდეგ გამოირჩევდა ხოლმე ღმერთი უდიდეს მასწავლებლებს, უდიდეს ეკლესიის ასკეტებს
რომლებმაც და აღსარებელ მამებს, რომლებმაც შემდეგ ღირსეულად შემოინახა ჩვენი სწავლება. უამრავი იყო ცდუნება პირველ საუკუნეებიდანვე და პავლე მოციქული უკვე პირველივე საუკუნეებში ძალებს ეპისტოლეებში, რომ გამრავლდა ცრუ მოძღვრები და ამას ამბობს მთელი გულის ტკივილით, ანუ ამბობს, რომ ეს სენი ეხება არა ვიღაცას, არა სადღაც, არამედ უკვე ეკლესიის შიგნით არის ეს პრობლემები და ვიძარებისკენ მოუწოდებს. არაერთ გზის აკეთებს ამას და ეფესელთან ეპისტოლეში პირდაპირ ამბობს, რომ 3 წელი დღე და ღამე ვიღწოდი და გეუბნებოდითო, რომ იღვიძებდეთ მოახლოებულ არ სასუფეველი ცათა და უამრავი მგელი მტაცებელია ჩვენს ირგვლივ. მგელ მტაცებელში ძმანო დანო იგულისხმება ის ადამიანები, ის საზოგადოებები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას. არის შემთხვევები, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ეკლესიაში იმყოფებიან და შიგნიდან ძირს უთხრიან მას, როგორც ზღვის ქარიშხალის დროს გემი, რასაც ქვიან ამსაყუდელი ჩვენი დედა ეკლესია ამ აბობოქრებულ ზღვაში მიდის, მას როგორც ზღვის ტალღები, ისე ჩვენადინებებმა შეიძლება დააზიანოს, ისე შეიძლება იყოს რაღაცა ისეთი დამაბრძოლებელი კლდე შეხვდეს მას ქვევოდან ზღვის საფუძვლებიდან. აი ამაზეა ლაპარაკი, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მტერი არის ყველგან, როგორც გარეგანი, ისე შინაგანი. ამიტომ კიდევ უფრო მეტი, დიდი უფრო ძალისხმევით, ყურადღებით მართებს ჩვენი სწავლების, ჭეშმარიტი დედა ეკლესიის სწავლების შესრულება და აღიარება და მიღება. დღეს არის გავრცელებული ესეთი შეხედულება და მრავალი მართლმადიდებელი სამწუხაროდ ვერ იაზრებს, რომ ყველა ქრისტიანული დენომინაცია, კონფესია არ არის ჭეშმარიტება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს და ხაზგასმით უნდა ვიცოდეთ, დამაჯერებლად უნდა ვაღიარებდეთ ამას, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ამხსარებლობა, რელიგია გახლავთ მართლმადიდებლობა. სხვა რელიგიები ყველა თავის დროს განუდგა ეკლესიას. როდესაც საუბრობენ რომის პაპზე დღეს ჩვევია მასმედიას დიდ რეკლამას უკეთებს კათოლიციზმს ზოგადად და უფრო მეტად რა თქმა უნდა რომის პაპს და თუ სადმე წაბრძანდება ან რაღაც განცხადებას აკეთებს, ამას მასმედია დიდი ტირაჟირებით, დიდი რეკლამით აკეთებს ამისი რეკლამირებას, რომ აი რომის პაპი თითქოს და თავი იყოს ყველა ქრისტიანებისა, აი ესე იბრძანდება, მობრძანდება რაღაცა სიტყვის და უნდა ვიცოდეთ, რომ რომის ეკლესია, რასაც ქვია კათოლიციზმი, მე-11 საუკუნიდან ოფიციალურად განუდგა ეკლესიას ჯერ განხეთქილების სახით, ხოლო შემდეგ მან მიიღო ერესის სახე, როდესაც აი ამ ეგრეთ წოდებულმა ეკლესიებს ჭხალებში მიიღო ცრუ დოგმატები, ცრუ სწავლებები და ამის შედეგად ის გახდა უკვე წვალებლური ერესი, რომელშიც აღარ არსებობს მადლი ღვთისა. ეს ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა კარგად უნდა გაიაზროს და გაითავისოს. ასევე მოხდა შემდეგ მე-14-მე-15 საუკუნეებიდან უკვე კათოლიკური რომაულ-კათოლიკური ეკლესიიდან გასვლა პროტესტანტებისა, ლუთერის მეთაურობით და შემდეგ კალვინის და სხვათა, რომლებმაც პროტესტანტიზმი შექმნა თავისი მრავალ განშტოებიანი რელიგიური შეხედულებები, რაც ასევე გახლავთ მანდადანო ერესი მწვალებლობა. ერესი მწვალებლობა ნიშნავს არა ჭეშმარიტი სწავლების აღიარებას, ცთარ შეხედულებას, შეიძლება ის გარეგნულად რაღაცით გავს ეკლესიას, მაგრამ მისი არსი უკვე ძირითად საფუძვლებში, დოგმატებში, სწავლებაში არის მთლიანად შეცვლილი. და როდესაც იცვლება
დოგმატი ძმა უნდა დანო, რა ის რისი შეცვლაც არაფრის გზით არ შეიძლება და რისი დამახინჯებაც ნიშნავს სულიერ სიკვდილს და შემდეგ უკვე ფიზიკურსაც და სულიერსაც, ასევე ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აი ეს რელიგიები თუ გნებავთ სხვებიც ავიღოთ, მონოფიზიტები, სომხური რელიგია თუ სხვა და სხვა და პირველი საუკუნეებიდან ეს იყო უკვე გნოსტიკური რელიგიები გამოჩნდნენ არიოზელები, გამოჩნდნენ ნესტორიანელები, გამოჩნდნენ მაკედონიანელები და ასეთი იზმები და ინიალელები უამრავი იყო ეკლესიის ირგვლივ. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამითი ეკლესია კი არ ზიანდებოდა, კი არ აკლდებოდა ეკლესიას რაიმე, არამედ იმ ადამიანებს, ვინც განეშორა დედა ეკლესიის წმინდა სწავლებას, აი ეს ადამიანები არიან საბრალონი და აი ამ ადამიანებს ჭირდება შველა. და დღეს რატომღაც გვესმის უცნაური მოწოდებები ევროპული რელიგიებისკენ. ჩვენ აქ რელიგიებზე გავამახვილოთ ყურადღება და თუ გნებავთ სოფლმხედველობებზე, მაგრამ ეს ცალკე თემად ვისაუბროთ. და რატომღაც გონიათ, რომ უნდა მივილტოდეთ ჩვენ აი ამ კათოლიციზმისკენ, პროტესტანტიზმისკენ და სინამდვილეში ძმა უნდა დანო ისინი უნდა მოდიოდნენ ჩვენთან. უпростоრად ბრუნდებოდნენ უნდა დედა ეკლესიაში. აი ეს არის მთავარი და უნდა ვიცოდეთ ეს ყველა. იქ შემდეგ რა თქმა უნდა ის განშტოებები და თავისი სექტანტები, უამრავი და ზიაველები და 50-იანელები და ადვენტისტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ყველა პროტესტანტული განშტოებებია. აი ეს ყველა ფაქტობრივად ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს, უნდა გახდეს ჭეშმარიტი ეკლესიის წევრი. ანუ დაუბრუნდეს ერთ წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, რომლის წევრები ვარ ჩვენ. და არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამის წევრები, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, რომელმაც არ შეცვალა არაფერი პირველი საუკუნეებიდანვე. ჩვენ ვაღიარებთ იმ მოციქულთა კანონებს, რომლებიც მიღებული იქნა პირველივე საუკუნეებში. მემკვიდრეობით ჩვენ მივიღეთ წმინდა გადმოცემა, მივიღეთ 7 მსოფლიო საეკლესიო კრება, მისი დადგენილებებით, რომლებიც სულიწმინდის შთაგონებით განხორციელდა და არ ექვემდებარება არანაირ რეგლამენტირებას და შეცვლას. ამდენად ჩვენ ვამბობთ, რომ წმინდა ეკლესიის სწავლება მართლმადიდებლური, რომელიც დამტკიცებულია 7 მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ, ასევე ავტორიტეტული ადგილობრივი კრებების მიერ და წმინდა მამების ერთსულოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენს, ეს არის უცდომელი სწავლება. პიროვნება შეიძლება შეცდეს, მაგრამ სწავლება ამ შემთხვევაში არ იცვლება და მისი შეცვლის უფლება არავის დედამიწის ზურგზე არ აქვს. გნებავს პატრიარქი იყოს, გნებავს პატრიარქებთა კრება იყოს და რაც ვინც არ უნდა იყოს ის, იმას რაც დაადგინა დედა ეკლესიამ, ამის შეცვლის უფლება არავის აქვს. პირიქით, როდესაც იკრიბებოდა კრებები ყოველთვის და დღესაც ადგილობრივი კრებებს აქვს ადგილი, ყველა კრება ერთხმად აღიარებს პირველი 7 მსოფლიო საეკლესიო კრების უცდომელობას და აი ამ საფუძველზე შემდეგ აღიარებს სხვა დანარჩენ და ღებულობს სხვა დანარჩენ კანონებსა თუ წესებს, რომლებიც დროის და მიხედვით პერიოდულად იცვლება, მოიხსენება საუკუნეები იცვლება, შესაბამისად გარკვეული პერიოდები ითხოვს თავისებურ შეხედულებათა გადახედვას, მაგრამ არასდროს არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა გადახედული მსოფლიო დოგმატი მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის. აი ესეთი რამ უნდა ვიცოდეთ, ეს კარგად უნდა გავიაზროთ, კარგად უნდა აუხსნათ სხვასაც, რომ არ არის საკმარისი დღეს მხოლოდ აი ამ ფორმალური აღიარება ეკლესიის. რა თქმა უნდა, უკვე დიდი ნაბიჯია გადადგმული, როდესაც ადამიანი არის
მართლმადიდებელი და მონათლული მართლმადიდებლობა და სასუფეულის კარი მისთვის არის ღია, მაგრამ ამის შემდეგ იწყება ღვაწლი, ამის შემდეგ იწყება დიდი მოღვაწეობა, ადამიანმა უნდა მოახერხოს განხდოება სწორედ იმ მადმოსილი ეკლესიის საშუალებებით, რომელიც მას გააჩნია და რომლითაც ის ასაზრდოებს მთლიანად ერთს. ასე რომ, როდესაც გვეტყვიან ჩვენ, რომ თითქოს და კათოლიკები არიან ქრისტიანები, პროტესტანტებიც არიან ქრისტიანები და რატომ არ უნდა გავერთიანდეთ მათთან? ჩვენ უნდა გავცეთ მათ ჯეროვანი პასუხი, რომ ჩვენ დიდი სიამოვნებით გავერთიანდებით ქრისტეში ყველასთან, ოღონდ ვაღიაროთ უნდა ერთი სარწმუნოება, ერთი სწავლება, რომელიც პირველი საუკუნეებიდანვე დედა ეკლესიის წიაღში უცდომელად არსებობს და მკვიდრობს. აღიაროს დღესაც რომის პაპმა, რომ მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი რელიგია და რომ მათ გადაუხვიეს გზას მე-11 საუკუნეში, ცოტა უფრო ადრე დაიწყო ეს მოძრაობა და მე-11-ში ამან საბოლოო ფატალურის სახე მიიღო და აღიარონ პროტესტანტებმაც, რომ ისინი განეშორნენ ეკლესიას და უარყოფენ ეკლესიას და უარყოფენ სასულიერო პირებს, უარყოფენ წმინდა გადმოცემას და დაიწყეს ბიბლიის კრიტიკა, ისე რომ საერთოდ ღვთაებრივ სასწაულებსაც კი უარყოფენ დღეს. ამაზეც გვაქვს ნასაუბრი, მაგრამ შემდეგ კიდევ ვისაუბრებ. უამრავი თემაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირი საფუძველი, რისი თქმაც დღეს ჩვენ გვსურს, არის ის, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი მაცხოვრებელი რელიგია. სხვა გზა ხსნისა, ცხონებისა არ არსებობს და გაიგოს ეს თელმა სოფლიომ ყველას, ვისაც არ უნდა გაგება, უგაიგებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ვაღიარებდეთ, რომ დგეთ უნდა კეთილად, დგეთ შიშით, როგორც ამას ამბობს წმინდა ლიტურგია და დავიცვათ ჩვენი მართალი სარწმუნოება. ამინ. მერტო ნაგვოცოთ და წყალობა არ უნდა